ჯანსაღია კონკურენცია ქართულ ინტერნეტ ბაზარზე და აქვს თუ არა მომხმარებელს არჩევანის საშუალება. თემაზე ეკონომისტრის სტუმარია შოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. შოთა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ინტერნეტზე ფასების ზრდა ბაზრის ორმა ყველაზე მსხვილმა მოთამაშემ თითქმის ერთდროულად განახორციელა და ეს ორი კომპანია ბაზრის დაახლოებით 60%-მდე ფლობს და შესაბამისად მნიშვნელოვანი წილის მქონე ოპერატორებად ითვლებიან, რომელთაც ბაზარზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. რამდენად დასაბუთებული იყო თქვენი აზრით მათი მხრიდან ფასის ზრდა და ხომ არ შეიძლება გარკვეულ კარტელულ გარიგებასთან მქონდეს საქმე? კი ბატონო, დავით, თავიდან თქვენ ძალიან სწორად დასვით აქცენტები, ასევე მივესალმებით თქვენი გადაცემის ინიციატივას, რომ მოსახლეობას კითხეთ აზრი, ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ინდიკატორი ამ გადაწყვეტილების იყო მოსახლეობის აზრის მოსმენა. მოგეხსენებათ, რომ ამ ორი ბაზრის, ასე ვთქვათ, წილი მთლიან ბაზარზე არის 60%-ზე მეტი, ბუნებრივია, ეს ბაზრის ორი მოთამაშე განაგებს, ასე ვთქვათ, თამაშის წესებსაც ისინი ადგენენ და მათ მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკას გარკვეულ წილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ბუნებრივია არსებობს აქ დასაბუთებული და არგუმენტირებული საფუძვლები იმისა, რომ მართლაც ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს ადგილი. ჩემი აზრით, ბაზარზე ეს მათი, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად დუოპოლიური მდგომარეობა არის ბოროტად გამოყენება და, ასე ვთქვათ, მათ მიერ ფასების ზრდა არ არის სამართლიანი ამ ეტაპზე. გასაგებია, ინტერნეტის ბაზარზე დაახლოებით 10 მომწოდებელი მოქმედებს, თუმცა თითოეული სტილი საკმაოდ მცირეა. მართალია, ჯერ სხვა ოპერატორებს ფასების ზრდაზე განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ რამდენად მოსალოდნელია, რომ დანარჩენმა კომპანიებმაც იგივე გააკეთოთ? ფაქტია, რომ ბაზარზე სხვა მობილური ოპერატორებიც, ასე ვთქვათ, ინტერნეტ პროვაიდერებიც ბოდიში ფუნქციონირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი სეგმენტი გააჩნიათ მომხმარებელთა. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ ისინი არ შეცვლიან ტარიფებს, ანუ უბრალოდ არ გაზრდიან ტარიფებს და იმ მომხმარებელთა რაოდენობას, რაც მათ ამ ეტაპზე ყავთ, შეინარჩუნებენ ამით. გასაგებია, რო დაუბრუნდეთ ფასების გაზრდას, კომპანიებმა ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას საკუთარი ვებგვერდისა და ტექსტური შეწყობინებების მეშვეობით აცნობეს, რაც მომხმარებელს დარჩენია არის ის, რომ ან უფრო ძვირი გადაიხადოს, ან არჩიოს უფრო დაბალი სიჩქარის პაკეტი, ან სულად შეიცვალოს პროვაიდერი და სხვა კომპანიას მიმართოს. რამდენად აქვს მომხმარებელს რეალურად არჩევანი ასეთ შემთხვევაში? კი ბატონო, ფასების, ასე ვთქვათ, ზრდის შესახებ ამგვარ ასე ვთქვათ, ცნობას მომხმარებლისთვის მე მივიჩნევ საკმაოდ მზაკრულ მარკეტინგულ გეგმად. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია არის, მომხმარებელს მისდის SMS-ი და იგებს რამოდენიმე ლარით ზრდის შესახებ მომსახურებისა, რომელზეც იმ მომენტში შეიძლება არ გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მისთვის შეიძლება საკმაოდ მძიმე საგადასახადო ტვირთი აღმოჩნდეს, ხო? რაც შეეხება ალტერნატივას, ეს ორი მონოპოლისტი კომპანია, რამდენადაც მე ვიცი, ალტერნატივას არ უტოვებს, ანუ თუ მე არ მსურს, რომ გაუმჯობესებული ხარისხი, ეგრეთ წოდებული გაუმჯობესებული ხარისხი, მე არ ვიცი რამდენად იზრდება ხარისხი 2 ლარით ზრდის შემთხვევაში, მაგრამ როგორც მათ მოგვიანებით ვისაუბროთ, რაც შეეხება მომხმარებლის უფლებებს, მათ შეუძლიათ თუ არა დავუშვათ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და დავუშვათ რაიმე მოიპოვონ ამ მხრივ. ეს მომხმარებელზე ინდივიდუალურად უნდა, ასე ვთქვათ, გადაწყდეს ეს საკითხი, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაცია არის მომხმარებელმა, რომ გაასაჩივროს მას ხელშეკრულება აძლევს ამის შესაძლებლობას. ხელშეკრულება ბუნებრივია მონოპოლისტი კომპანიების მხარეს არის აბსოლუტურად და იქ ჩადებული არის ესეთი პირობები, რომლის მეშვეობითაც გასაჩივრებას აზრი შეიძლება არ ქონდეს. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა შეიძლება მიატოვოს ერთ-ერთი ინტერნეტ პროვაიდერი და უბრალოდ სხვა ინტერნეტ პროვაიდერის მომხმარებელი გახდეს. გასაგებია, ინტერნეტის ბაზარზე არ არსებობს მომსახურების ტარიფის ზედაზღვარი, რაც აქვთ მობილურ ოპერატორებს. ამიტომაც კომპანიები უპრობლემოდ ზრდიან ტარიფებს. რამდენად მართებული იქნება ინტერნეტ ბაზრის მოთამაშეებისთვისაც ზედაზღვრის დაწესება და ხომ არ შექმნის ეს პრობლემას ამ ბიზნესის განვითარების კუთხით? ჩემი აზრით, საკმაოდ მართებული იქნება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა დააწესოს ტარიფების ზედაზღვარი, რაც ამ მონოპოლისტ კომპანიებს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ მუდმივად და პერმანენტულად ზარდონ, ასე ვთქვათ, მომსახურების ფასები.
აუცილებლად უნდა დაწესდეს გავსი რეგულაციები. როგორც მაგ დაუშვათ მობილური ოპერატორების შემთხვევაში მოხდა. გასაგები ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტერნეტი დღეს ფუფუნება აღარ არის და ის საზოგადოების განვითარების, გახსნილობის, უწყვეტი კომუნიკაციისა და განათლების მიღების აუცილებელი ინსტრუმენტია. მისი ფასიც ყველგან იაფთება, ჩვენთან კი იზრდება. თუ არის დათვლილი, რა ეფექტი ექნება ეკონომიკაზე ინტერნეტის გაძვირებას და როგორი შეიძლება იყოს ეს ეფექტი? ეფექტი ნამდვილად ექნება, ირიბი ეფექტი ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერნეტით ხდება დღეს ძირითადად განათლების მიღება, განათლებული და კვალიფიციური კადრი თქვენ მოგეხსენებათ არის პოტენციური დამსაქმებელი არის წარმოების შემქმნელი, პროდუქციის შემქმნელი და პროდუქციის შექმნა კიდე პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას. ბუნებრივია ამ კუთხით ინტერნეტის სიაფე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ძალიან მე მაგალითისთვის წამოგიღეთ თვალსაჩინობის მიზნით პატარა ცხრილი გავაკეთე თუ რა მდგომარეობა არის, რა ფასები არის საზღვარგარეთ განვითარებად ქვეყნებში და რა ფასები არის ჩვენთან. მაგალითად ის 10 მეგაბაიტი წამის სიჩქარით რაც ჩვენთან კავკასუსის და სილქონეთის შემთხვევაში ღირს 27 ლარი, უკრაინაში ღირს 7 ლარი. 100 მეგაბაიტი წამში რაც არის 100 ლარი ჩვენთან, უკრაინაში ღირს 12 ლარი, იგივე 33 ლარი ღირს ლატვიაში, რუმინეთში 18 ლარი, 22 ლარი ლიტვაში და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობა არის, ხო? აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი რომ დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები ამ ფასწარმოქმნის პოლიტიკით რამდენი ჯდება, ასე ვთქვათ, მომხმარებლამდე მიწოდება ინტერნეტის და რატომ არის ამხელა ფასი და ამ ფონზე კიდევ რატომ ეძლევათ ორ მონოპოლისტ კომპანიას იმის შესაძლებლობა რომ ესე მუდმივად ზარდონ ფასები, რაც ბუნებრივია მომხმარებელში იწვევს პროტესტის განცდას და საქმე ის არის რომ მომხმარებელს ამ შემთხვევაში არ გააჩნია ძალაუფლება და სასამართლო პროცესის წარმოების შემთხვევაში წაგებული დარჩება, იმიტომ რომ მას არ უბრალოდ ის სუსტია დიდ მონოპოლის კომპანიასთან შედარებით. ძალიან დიდი მადლობა. შოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.